დასრულდა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მდებარე 59 სამხედრო ბატალიონის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული მოსახლეობის აღწერა. სამთავრობო კომისიამ 2 თვის განმავლობაში 763 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა, აქედან სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან მონაცემთა ბაზაში 409 ოჯახი ფიქსირდება, 352 არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას, 24 ოჯახი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მკვიდრია. თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს შორის მხოლოდ ეკომიგრანტი 2 ოჯახი აღმოჩნდა, ერთ მათგანს უკვე გადაეცა ბინას შუახევის მუნიციპალიტეტში, მეორე ოჯახი ბინას ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში უახლოეს პერიოდში მიიღებს. სახელმწიფო საკუთრებაში თვითნებურად შეჭრილ მოსახლეობას ტერიტორიის დასატოვებლად ვადა აპრილის დასაწყისამდე ეძლევა. რაც შეეხება 409 სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ საკითხს მუნიციპალიტეტების გამგეობები და ქალაქის მერია გადაწყვეტს. მოსახლეობის მიერ თვითნებურად დაკავებული ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრება და მისი განკარგვა განხორციელდება სამრეწველო ზონის განვითარების შესაბამისად, ამიტომ აქ ყოფმა ოჯახებმა ტერიტორიის დასატოვებლად ეძლევა 2 თვის ვადა. ასევე სახელმწიფო არ იხსნის ვალდებულებას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ამიტომ სამთავრობო კომისიამ შესაბამისად ყველა თუ რომელი რაიონიდან იყვნენ ეს ოჯახები გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვისა ეტაპობრივად მათი პრობლემების გადასაწყვეტად ყველა მუნიციპალიტეტსა ანალოგიურად ქალაქში მაცხოვრებელებს ქალაქის ბათუმის მერიას.